დასაბსკრაიბებული არ მყავს. რატომ მერე? რატო? მეგობრებო, მოკლედ წებადრა მესამე. ხო. ერთად ხარ ტელეფონი. ერთი ქუჩის მერე უნდა ჩავუხვიოთ. ხო და მოკლედ მივდივართ ჯერ პარადოს მუზეუმში, როგორც ვიცით, საკმაოდ მძიმე ნახატები არის წარმოდგენილი პრადოში. ხო, outfit check. ჩემი ჩარლის ანგელოზები, მე კი ასეთი მუქი ფერის. ბალეტკები მიდევს. ხო, ბალეტკები წამოიღო-ყიფიან, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, გუშინ არა პრაქტიკული ადამიანია იგი. შეუძლია ფეხსაც მე მთელი დღე ჩანსის ატაროს და არ ჩაიცვას. იმიტომ რომ ჩემს გულს არ უხდებოდა ეს. იმდენად რამდენადაც ბალეტი და ამიტომ წამოვიდა. ფოტოებს იმაში გადავიღე. ხო. მოკლედ მივალთ კაფეში და გავაგრძელებთ. ცენტრთან ძალიან ახლოს არის ეს კაფე და არის უკარგესი. შეგმთიდარია ცოტა ესეთია, მაგრამ აი უგემრიელესია ყველაფერი. ცივად. რას უკვეთავთ? მე უკვეთავ გუშინ თოკომეთ შევუკვეთა ტრიფელის რაღაცა. აი მე ძალიან მომეწონა, შეიძლება მეც ეგ შევუკვეთა. ძალიან გემრიელი იყო და ზაუნი კაი იყო და ბანანა ბრედს. ყავს. უკვე იმდენ ვიდეოს ვიღებ, რომ აშკარად მე უნდა დავახარისხო და ამოვჭრა და თქვა ეს და ეს არა. ეს ყავა ხო ედიტინგი. ეს ყავა არის საოცრება, მინდა თბილისშიც ყველგან არის cold brew, ხო სწორედ ვამბობ, ლაიმით და არის ყველაზე გემრიელი, რაც კი რამე ყავა დამილავია. მე ვიტყოდი რომ ძალიან პრეტენზიული ვარ ყავას როცა მიდგება საკითხი და ეს ყავა მართლა ძალიან მომეწონა. აი ეს კოფე არის ხო? ოპენ კარდი აქვს. თამარ შერე სიტყვი. მე ფლეფაი სვავდა ჯერ არ არის მოსული. აი. ამ ცხრებზე ანუ დესერტებზე ეს გუშინ გავსინჯე ბრაუნი და დაანგრიელი იყო და დღეს გავსინჯე ბანანა ბრედი შოკოლადით და არის ასე რომ ხო, მე ბანანა ბრედი და არ მიყვარს. გემრიელია, მაგრამ შენ ვინმე აქვს გიქხება? მე ეს აჩვენე ვაკეთე ისე. მე დილით დესერტით დაწყება არ მიყვარს, ამიტომ პირდაპირ ხოლოდ რაღაცა მარილი და სიმჟავე და ჩვენც არ მიყვარს, მაგრამ აღვიანებს ჩვენი საჭმელი და კი, სამშია. თამარ მაქვს წანს. კი, მაგრამ გუშინდელი ჯობდა რა. მაგრამ გუშინდელი რა ძალიან სუყი იყო და დღეს ახლა შევკვეთა მე. აი მაგე. კეთი და მე ერთ ეგეო შევკვეთა, კეთი დაიწყე. დავიწყო. აი ჭამება. The moment of truth. ეს რაღაც გემრიელესობა. და ტროფელის გემო უხდება და სასტიკად. მაშინ ერთი უკმა გავისწრებ. და ეს მთლიანად შევექცევი და გეახლები. მეგია ჩემს ლექსიკონს გამოვიხილე. მართლა ისეთი გემრიელია, რომ აი მგონია, რომ ესეთი გემრიელი არაფერი მიჭამია. თაკო. ეხლა მზად ვარ უკვე შევადარო ბარსელონას მადრიდი. საკმარისი ვიხილე. და რასაც იძახიან, ეგ მართალია. მადრიდში ფული არის. ნამდვილად არის. ბარსელონაში ცოტა სიღატაკე გვაქვს. მაგრამ
მე ვფიქრობ, რომ ჩემთან უფრო ახლოს ბარსელონა არის. აი არის ეთყობა არქიტექტურას ეთყობა, ხალხს ეთყობა, ქუჩებს ეთყობა, რომ ის დავარცხნილი და რაღაცა ისეთი სუფთა ადგილია და მაგრამ მე ბარსელონა უფრო მიყვარს. ხიფუ შენ სიტყვე. მე ვიტყვი იმას, რომ მაიტრიჩი ვარ და ალბათ აქ როცა ჩავხვალ, რაღაცა ხება, ენერგიით ხვა მოხტვით, რაღაცა ბედნიერებით ვისწავლი და ეს ქალაქი მოქმედებს ჩემზე. გონია ასე, რომ ძალიან არ ვიცი რანაირად, მაგრამ ეს სულ სხვა ენერგიით ვარ ამ ქალაქში. ხდება ბარსელონა რა შეგვიძლია დავემატებ სად ნახავ ფლამენკოს ცეკვას რომელი უფრო კარგი იქნება შევხვდებით რაი უაზროდ რასაც ვლაპარაკობთ და განხილვას რასაც ვთმობთ ეგ თუნდაც კარგად ალბათ სხვები აკეთებენ არ ვიცი მე არ ვუყურავდი ალბათ შევიდეთ. არა, ხო, მაგრამ აი ვიღაც ძალიან ცნობილი ინფლუენსერის ან რაღაც იუთუბერის ვიდეოს ჩავთავდე, რომ მინდოდეს რაღაც ქალაქის განხილვა და მე პროსტა რაღაცა იდიოტობა ვიდეოები მინდა. ყველა სუბიექტურია და ყველა თავის აზრს იწახეს და ჩემი კონტენტი მინდა. ისი თქმა გინდა, ეხლა რომ ჩვენი აზრი ვალიდური არ არის მაყურებლისთვის. არა, როგორ არა, მაგას არ გეუბნები, უბრალოდ ანუ ჩემი კონტენტი არ მინდა, ეხლა ქალაქების შეფასება რა იყოს. ანუ სხვა უყურებდიო მადრიდის განხილვა რომ მინდოდეს, სხვა იუთუბერს უყურებდი და არა ანიღებიან ზორი ფოლოვერი. ნახე, ჩემი კონტენტი არ მინდა რომ იყოს ეგ თქო. ქალაქების განხილვა. აღარ პანიკური შიში მაქვს ამათი. ტრედებული. გადმოვედით ედოს მუზეუმთან. ვიყიდეთ ონლაინ თითები. და აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო პატარა რიგში გვიწევს გომა ვიდრე ხალხს, ვისაც არ აქვს მარტივად ბილეთები. პირველი თავეწილებები. ძალიან დიდი არის და ძალიან ბევრი ხატი არის და ძალიან ბევრი ხალხი არის და მე უფრო პატარა მუზეუმები მიყვარს, სადაც რაღაც უფრო კონკრეტულს ნახულობ და სანახავად მიდიხარ და აქ ძალიან ბევრი რაღაცა არის და ძალიან ბევრი იმაში გადადიხარ, გადმოხდიხარ და რამე არის, იყო რამაც მოგხიბოა. არც ჩემთვის იყო რამე ესეთი, რამაც მოგხიბოა. ჩემთვის რამაც მოგხიბლა. არა, არ გავგიჟდი. გოია, მე ძალიან მომეწონა გოია. ხო, აი ის იყო რა. ვიუზენი ცოტა რა განცდებში იყო დაახლოებით და თვითონ თახიც რაღაც ჩაბნელებული რო იყო, რაღაც მისტიური ის კონტა რა დატვირთვა. მაგრამ გავგიჟდით ხო რამეზე? არა, გერნიკას სანახავად მოვედი და გერნიკა არ ყოფილა ამ მუზეუმში, რომ უპს. აი მეც გავაზიარებ ჩემს თავეწილებებს და მე ძალიან მომეწონა გოია. აი ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ რაღაცნაირად იმ შავ ნახატებში იგრძნობოდა უფრო სიცოცხლე ვიდრე სხვებში. არის მის ეგრე არის მის ხმა მაღლა უნდა ილაპარაკო. ხან ჩემთვის გოია იყო ნამდვილად შთამბეჭდავის. მე ის ბავშვი მომეწონა. ტიტლიკანა. აი მე ტიტლიკანა ვარ. ხო, ნუ რატო დავადეფორმირე ეს რაღაცა? ჰა?
ფოტოს გადაგიღებთ თქვენ. სიგარეტს მეწინე. აი ორი წამი დამევაზა. თამარი და ქეთევანი. მე ვინვარ? ამ სერიალი. ანანო. მოვედით Outlet Village-ში. სადღაც 9 საათი არის მადრიდიდან. სტანდარტული Outlet Village-ი არის. ბევრი მაღაზია მე მგონი არაა. სამჯერ მიგონია. დაგიბრუნდი. ჩემი რეგისტრირებიდან და მე ვეოდები ციხის და თაკოს მოხდათ იმისა რა. ვერ ხოლმე ზოზინა როგორც ყოველთვის და ჩემს გამოყოლა იცის ხოლმე. პირიქით მოხდა. მე ყველაფერი მოვესწრე, ყველაფერი და ახლა მეულოდები მას და აი ისინიც გამოჩნდნენ. მეგობრებია, პირდაპირ სარამენეში წავიდეთ. პირდაპირ სარამენეში. ამდენი რაღაცი? 1 საათი გვინდა გზაში. სახლამდე. და ის სახლი. იყოს საერთოდ. ტაქსი წავიდეთ მაშინ. რამენი არჩე? სოიოსავი, თუ კანკარმენი ძალიან ცხადია, მაშინ სოიოსავი. რაზე? არა, ხო, ისეთ ადგილებში უფრო გემრიელია. არა, ბევრი ის გახსნეს ამათ ფილიალი, ეს არის პირველი. დანარჩენი ფილიალი უფრო შემოღაზებულია. მოკლედ ეს გვირჩია ჩვენ არმა და ამიტომ ყველა მერტე იგივე ავიღეთ, იმიტომ რომ რამენი გვინდა და ყველას.